უფლება და თავისუფლება. პროექტი ხორციელდება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დაფინანსებით. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა უფლება და თავისუფლება, რომელიც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გადაცემის წამყვანები ჟურნალისტები რატი მელაძე და შავლიკ გეგეჭკორი, ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე. შეგახსენებთ, რომ გადაცემა ინტერაქტიულია და მსმენელებს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92. ჩვენი მოსმენა და ყურება შესაძლებელია ასევე ინტერნეტში მისამართზე www.radio1.gr და აქვე ისევე როგორც Facebook-ის გვერდზე უფლება და თავისუფლება 2012 თქვენ შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვები და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ასეთი. 16 დღიანი კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. და წარმოგვიდგენთ გადაცემის სტუმარს, ქალბატონი ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი. ნინო, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ გვეწვევთ. მადლობა პირიქით, მოგესალმებით თქვენს და რადიო მსმენელსაც. ნინო, ეს აქცია ტარდება 91 წლიდან, ასე ვთქვათ, არ ახალია საქართველოსთვის და იქნებ გითხრათ, ასე ვთქვათ, რა არის დაგეგმილი წელს და რაიმეთი თუ განსხვავდება, ვთქვათ, იგივე შარშანდელი აქციისგან. უკაცრავად სანამ ნინო პასუხს გასცემს, ერთს კიდევ ვიტყვი და ამავიწყდა, გადაცემა მომზადებულია პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისთვის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ. კეთილი. კარგით, ეს 16 დღიანი კამპანიის აღნიშვნა დაწყებული არის 1991 წლიდან, ეს გლობალურად აღინიშნება ეს 16 დღიანი კამპანია და თვითონ 25 ნოემბერს იწყება ეს კამპანია. 25 ნოემბერიც არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა 99 წელს ეს დღე, ეს თარიღი, ასე ვთქვათ, გლობალურ თარიღად. რაც შეეხება კამპანიას, ხო, ასე ცოტა ისტორია შეიძლება, ასე ვთქვათ, რა მიზანს ისახავს ზოგადად, ხო, გლობალურად ეს კამპანია. ძალიან სიმბოლურია, რომ იწყება 25 ნოემბერს და მთავრდება 10 დეკემბერს, 10 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სწორედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინოს მთელი მსოფლიოს ყურადღების კონცენტრირება, ისეთი რთული გლობალური პრობლემის დაძლევისკენ, როგორც არის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა. კამპანია არის გლობალური, როგორც გითხარით და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნავენ ხოლმე ამას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. მიზანი არის ის, რომ მთავრობები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, მედია, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას. სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს ხოლმე ჩვენს, უკვე რამდენიმე წელია, ვთქვათ, აღნიშნავთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს ამ კამპანიას. სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, რაღაც აქტივობები გვაქვს ხოლმე. წელს გვაქვს ძალიან საინტერესო ღონისძიებები დაგეგმილი. ყოველ წელს განსხვავდება ხოლმე რაღაცები არის იგივე, რაღაცები არის განსხვავებული. წელს მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, დაიწყება ისე როგორც დაიწყო შაშანაც დაიწყო დიდი რაგბით. წელს 23 ნოემბერს, როგორც შაშან, სხვა შორის აღმოჩნდა, რომ შაშანაც 23 ნოემბერს იყო ზუსტად ეს მატჩი. შაშან იყო სამოას ნაკრების წინააღმდეგ, წელს ქართველი ბორჯღალოსნები იაპონელი მორაგბეების წინააღმდეგ გამოვლენ და 23 ნოემბერს ეს მატჩი მიეძღვნება ქალთა მიმართ, ეს ტესტ მატჩი მიეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მახსოვს შაშან როდესაც სამოასთან მატჩი გაიმართა, ძალიან აქტიურად იყო გაშუქებული თვითონ მატჩის დაწყების წინაც, რომ ეს მატჩი ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან სწორი და ძალიან კარგია, ხო ესეთი რამე კეთდება. კი, სხვა შორის ზოგადად ძალიან დიდი მადლობა აქედან ჩვენს კიდევ ერთხელ ჩვენს ქართულ მორაგბეებს, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქტიურად გვიჭერენ მხარს და ძალიან არა მხოლოდ თქვათ ამით გამოხატავენ. მინდა გითხრათ, რომ ისინი დადიან თქვათ რეგიონებში და ამაზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ და ხვდებიან უფროს კლასელ ბიჭებს და იქ ეს ციკლი გვაქვს ჩვენ შეხვედრები სპორტსმენებთან და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ძალიან მაღალია მათი ავტორიტეტი და ჩვენი მორაგბეები არიან მისაბაძი მაგალითი
მაგალითები აი ამ ბიჭებისთვის და როდესაც ესენი ესაუბრებიან იმაზე თქვათ რამდენად ცუდია თქვათ ქალზე ძალადობა ხო რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ბუნებრივია გაცილებით მნიშვნელოვანია ხოლმე მათი ნათქვამი ვიდრე თქვათ თუნდაც ჩემი ნათქვამი ამ შემთხვევაში ხო ასევე არა მარტო თქვათ მორაგბეები გიგა ჭიკაძე კიკბოქსერი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი კიკბოქსერი ძალიან აქტიურად არის ხოლმე ამაში ჩართული მოკლედ რომ დაუბრუნდეთ ასე თქვათ იმ ჩვენს ღონისძიებას ხო მართალი ბრძანდები ჩავლეთ ნამდვილად იყო ესე დეკლარირებული და წელსაც იქნება ესე რომ ასეთი მორაგბეები ჯენტლმენური სპორტის სახეობა კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სოლიდარობას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეს გამოცხადებულიც იქნება და გარდა ამისა გაეროს ქალთა ორგანიზაციას გვაქვს ხოლმე ესეთი ტრადიცია რომ მოწინააღმდეგე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეს აუცილებლად გადავცემთ ხოლმე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჯილდოს ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე გუნდს, ანუ არა ქართველ გუნდს, არამედ ეს არის ჯენტლმენური სპორტი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენც. რა მაინტერესებს ამ სხვა ასე ვთქვათ აქციებზე გადავალთ, რაც შეეხება რეგბს. ეს ჩვენი ქართული ინოვაცია თუ უცხოეთშიც გაერო იყენებს ამ არა, სხვათა შორის გაეროს ვთქვათ UN Women's Global Office არა, სხვათა შორის ძალიან დიდი კარგი გამოხმაურება ქონდა ამას, რომ ქართველი მორაგბეები იყვნენ ჩართულები, თუმცა სპორტი აქტიურად არის ხოლმე მხარდამჭერი. ახლა სხვათა შორის აი ერთი კამპანია, რომელიც ახლა დაიწყო და ამასაც ალბათ ვისაუბრებთ, ვთქვათ ინდოელი მორაგბე შეუერთდა თუ ან ვთქვათ ეს სპორტის დონეზე არის ხოლმე მხარდაჭერა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფერო იყოს წარმოდგენილი აი ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოთის ძალიან გაამართლა მორაგბეების ჩართულობამ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმიტომ რომ სულ ჩვენს გვერდით არიან და ჩვენ ერთ-ერთი მორაგბე, ცნობილი მორაგბე შემდეგ მოგვიანებით ტელეფონით ჩაგვერთვებას გადაცემაში საუბარში და მასთან უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე, საკითხზე. დიახ. კეთილი. დიახ, ანუ იაპონიასთან მატჩი. კი ბატონო, ტესტ მატჩი, დიახ. შემდეგ 25 ნოემბერს გაიხსნება, უბრალოდ გაიმართება, ეს ტრადიციულად არის უკვე ანუ კამპანიის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იმართება ხოლმე მაღალი დონის შეხვედრა, ესე უწოდებთ მას. ამ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო ორგანოებიდან წარმომადგენლები, თქვათ იგივე სამთავრობო სტრუქტურებიდან, საკანონმდებლო უწყებიდან, ანუ თქვათ ისინი ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე და გარდა ამისა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედია იქნება და ეს შეხვედრა ხუნება ხოლმე იმას, რომ კიდევ ერთხელ იყოს დეკლარირებული, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება, პოლიტიკური სახელმწიფო ნება აი ამ პრობლემის დაძლევაში და კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი ეს ხდება ხოლმე, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ არის ვთქვათ, მნიშვნელოვანი აი ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ გვაქვს ჩვენ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები აი ამ პრობლემის დასაძლევას სხვადასხვა კონვენციებით და ანუ აი ამ ბრძოლის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი. და რაც მთავარია, ზუსტად ამ დღეს საქართველოში პირველად ანუ გაცხადდება დეკლარირებულად დაიწყებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალიან საინტერესო კამპანიას, რომელიც ასევე გლობალური არის და ზუსტად ახლა იყო სტარტი, რამდენიმე დაახლოებით თვენახევრის 2 თვის წინ იყო სტარტი. ეს არის He4She, ანუ კაცები ქართულად ესე ვთარგმნეთ, რადგანაც სქესის აღნიშნული არ გვაქვს ჩვენ ესეთი ნაცვალსახელი. კაცები ქალების უფლებებისთვის, ეს არის ძალიან საინტერესო კამპანია, რომელიც სულ ახალ დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და მიზნად ისახავს კაცების მაქსიმალურ ჩართულობას ზოგადად როგორც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ზოგადად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის კაცების ჩართულობას. და ეს რა იგულისხმება ამ ჩართულობას? კი ბატონო, ესე კი გეტყვით, სხვა შორის ეს არის ძალიან გახსნილი და ღია კამპანია, ყველა კაც სოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე he4she.org თქვენ სხვა შორის მოგიწოდებთ სამწუხაროდ საქართველოსდან არის 144 კაცი მხოლოდ იქ რუკაზე შეუძლია მოძებნოს საქართველოს და შეუერთდეს აი ამ კამპანიას. ნუ ეს არის რა თქმა უნდა სოლიდარობის გამოხატვა, მაგრამ თვითონ კამპანიის მიზნები არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ზოგადად ითვლებოდა ძალიან არამცდარი შეხედულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, ზოგადად გენდერული უთანასწორობა არის მხოლოდ ქალების პრობლემა და ამ პრობლემაზე ქალები თავიანთთვის წუხან და საუბრობენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ასე, გენდერული თანასწორობის პრობლემა ეხება თანაბრად უარყოფითად როგორც ქალებს, ასევე კაცებსაც. და გენდერული თანასწორობა ათავისუფლებს არა მხოლოდ ქალებს სტერეოტიპებისგან, ასევე კაცებსაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა არ იყოს განყენებულად განხილული, როგორც ქალების პრობლემა. არამედ ეს არის საზოგადოებრივი პრობლემა, იმიტომ რომ იგივე ქალთა მიმართ ძალადობა, ხო? ძალადობის დაძლევა და გენდერული თანასწორობის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას უზრუნველყოფს არა მხოლოდ თქვათ საზოგადოების დონეზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების განვითარებისთვის. შესაბამისად, აი ამ კამპანიამ დაისახა მიზნად, რომ კაცები აქტიურად ჩართოს. ეხლა რასაც თქვათ რატი უფრო კონკრეტულად კითხულობდა, რაში გამოიხატება თქო. რატომღაც არის თქვათ ესე მიჩნეული რომ ხო ვთქვათ მე არ ვარ პირობითად მოძალადე და ხო ამით ვთქვათ მოვიხადე ჩემი ვარ. ეს არ არის სწორი. არ არის მხოლოდ საკმარისი ის რომ თქვენ არ იყოთ მაგალითად მოძალადე და ხას უჭერდეთ გენდერულ თანასწორობას თქვენთვის. ეს კამპანია ზუსტად იმას ნიშნავს რომ თითოეულმა კაცმა დეკლარირებულად გამოაცხადოს თქვათ გენდერული თანასწორობა ერთ-ერთ პრიორიტეტად და თქვას რომ ის მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და ის მხარს უჭერს ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. აი ზუსტად ამას ისახავს ეს კამპანიაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მინდა გითხრათ რომ უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც არიან ჩართულები, თვითონ გაეროს გენერალური მდივანი ბატონი ბან კი მუნი, ასევე ბარაკ ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მსახიობები მათ შორის მეტ დეიმონი და ამ ვებგვერდზე შეგვიძლიათ გაიცნოთ მათ ამ ადამიანების ჩამონათვალს და სხვა შორის მინდა გითხრათ რომ აი 25 ნოემბერს არა მხოლოდ ამ გახსნაზე მე დარწმუნებული ვარ რომ იქნებიან ასე ვთქვათ ძალიან ბევრი კაცი რომელიც ასევე გაწევრიანდება აი ამ კამპანიაში ალბათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იქნებიან ამ შეხვედრაზე და გარდა ამისა დაესწრება ვთქვათ რაგბის კავშირი რომელიც აი წლებია მართლა ჩართულია ამ მოძრაობაში და ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც რომლებიც ასევე გამოთქვეს სურვილი რომ შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ აი ამ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის. მე კიდევ ერთხელ გავემეორებ მისამართს ვებგვერდის მისამართს he4she.org. დიახ. ანუ ყველა შეგვიძლია. მე იმედი მაქვს რომ დიახ დღეიდან ეს 154 კაცის რაოდენობა ბევრად გაიზრდება, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ იმისთვის რომ ქალებმა დაინახონ რომ ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა. საქართველოში 154 მამაკაცზე მეტი ფიქრობს იმას, რომ ქალის და გოგონას მიმართ ძალადობა არ არის მისაღები. კარგით, მეორე დღეზე გავჩერდით თუ აღწევით ჩვენ აქციის, დიახ, მოკლედ რაც შეეხება ვთქვათ 26 ნოემბერს, აი ერთი წამით ჩავხედო, რადგან საკმაოდ ისეთი ჩამონათვალი არის, დიდი ჩამონათვალი. 26 ნოემბერს დრამატურგი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს თავის ბოლო პიესას, ლისის სტრატეგვია ამ პიესას და სხვა შორის ეს პიესა ეხება ასევე ქალთა მიმართ ძალადობას, აი ამ თემატიკას. მიზნობრივად ამ მიმართულებით დაიწერა თუ უბრალოდ აქ დაემთხვა და ეს თემატიკა არა ალბათ ლაშას ქონდა სურვილი რომ გამოხმაურებოდა ამ თემას. თვითონ ეს პიესაც არის ესე ვთქვათ რიმეიკი, ცნობილი ეს ბრჭყალებში რიმეიკი არისტოფანეს პიესის, რომელშიც ასევე ქალის საზოგადოებრივ როლზე არის განსაკუთრებული ხაზგასმა გაკეთებული და ალბათ შთაგონების წყარო არის ლაშამ უფრო უკეთ იცის ამ შემთხვევაში. და საჯარო კითხვა იქნება ამ პიესის, ალბათ დასწრება თავისუფალი იქნება, კიდევ უფრო კონკრეტულ დეტალებზე თქვა სად იქნება, რომელ საათზე, ამაზე კიდევ უფრო შემდგომშიც მივაწვდით აუცილებლად რადიო მსმენელს ინფორმაციას და არა მხოლოდ მსმენელს, არამედ საზოგადოებას. შემდგომი ღონისძიება გვაქვს 27 ნოემბერს ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი. ეს არის აფხაზური სიმღერების კრებულის დისკის პრეზენტაცია. ეს პროექტი სხვა შორის მომზადდა ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი შეეხება ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართულობას და
აი სამშვიდობო პროცესებში თქვათ ქალების აქტიურ მონაწილეობას და აი ამ პროექტის ფარგლებში პირველად სხვა შორის საქართველოში ეროვნული არქივის ეს იყო ჩვენი და არის უბრალოდ ფოლკ რადიოს ერთობლივი პროექტი ეროვნულ არქივში დაცული აფხაზური სიმღერები პირველად ასე ვთქვათ დამუშავდა, ჩაიწერა და პირველ შემთხვევაში CD-ზე, ესე ციფრულ მატარებელზე იქნება გამოცემული. ნინო, მოდი ცოტა ხნის შემდეგ განვაკეთოთ ჩვენ ამ ღონისძიებებზე საუბარი, იმიტომ რომ ხა სატელეფონო ჩართვა გვაქვს. ხაზზე არის ქალბატონი ანა აბაშიძე, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ქალბატონო ანა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ქალბატონო ანა, ჩვენ ვიცით რომ 25 ნოემბერს დღეს რომელიც გამოცხადებულია გაეროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ, პარლამენტის წინ უნდა გაიმართოს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი აქცია. დიახ. თუ შეიძლება ამ აქციის შესახებ გვიამბოთ პირველ რიგში. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩართვისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელებს, სტუმარს. ნამდვილად იგეგმება 25 ნოემბერს საკმაოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქცია, ეს არ იქნება მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებიც უერთდება აი ამ დღეს. ქალთა წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ვიღებს ხმას, შეიძლება მოკლედ რო ითქვას, რადგან ეს ძალადობა არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საზოგადოებაში მეტწილად აზიანებს ქალებს. თუმცა ძალადობის და მოძალადის ობიექტი არა მხოლოდ ქალები არიან ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული პირები, სრულიად საზოგადოება შეიძლება ითქვას. ამიტომ ამ აქციაზე დასასწრებად ჩვენ ვიწევთ ნებისმიერ ადამიანს, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს რომ უარი უთხრას ძალადობას და რაც თავარია სურს რომ იცხოვროს მშვიდობიან გარემოში. შესაბამისად მე ვისარგებლებ თქვენი გადაცემით და მოუწოდებ ყველა მსმენელს, ვინც ჩვენ დღეს გვისმენს, რომ თუ თქვენ გსურთ რომ შეაჩეროთ ძალადობა, აუცილებლად უნდა დაგმოთ ეს ძალადობა ერთ ადგილას, იმისთვის რომ ავიცილოთ თავიდან ძალადობა ყველგან. საფრთხეს უქმნის ერთი ფაქტიც კი ძალადობის მთელ უსაფრთხოებას საქართველოს ამ შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი გამოვიდეს და თავისი მოსაზრებები, თავისი ესე ვთქვათ, სურვილი დაანახოს პირველ რიგში საზოგადოებას და ამას აუცილებლად მოყვება რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ბევრნი ამ დღეს. თქვენი აქცია ტარდება საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმე ფონზე, მე გულისხმობ ბოლო 10 თვის განმავლობაში სულ-მცირე 24 მოკლულ ქალბატონს. აი ამ ფონთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ეს უბრალოდ ეხლა მიაქცია საზოგადოებამ ყურადღება და ადრეც ხდებოდა თუ ეხლა რაღაც მოვლენებმა გაამწვავა სიტუაცია? პრინციპში ქალების მიმართ ძალადობა და ქალთა ჩაგვრა დისკრიმინაცია არის როგორ გითხრათ საუკუნეების პრობლემა, ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინ წინ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში გაცილებით უფრო აიმაღლეს ხმა თავად ქალებმაც. იდენტიფიცირება აი ამ ძალადობის და დისკრიმინაციის ფაქტების გახდა უფრო ადვილი, ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ მათ დაეხმარება შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და თავად საზოგადოება მხარში დაუდგება, რაც არის კარგი ამ მოვლენებში, მაგრამ რა თქმა უნდა, თავარი პრობლემა, რადგან ჩვენ საუბრობთ მკვლელობები, წამება და ასე შემდეგ, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ადამიანის უფლებებში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით ქალთა წინაშე არსებული გამოწვევაა, ვიდრე მამაკაცების წინაშე არსებული. ამიტომ ვარქმევთ ჩვენ აი ამ კამპანიას ქალთა დასაცავად მიმართულ ღონისძიებებს და აუცილებელია რომ პირობითად მამაკაცები დადგნენ ქალების დასაცავად, ბავშვები დადგნენ ქალების დასაცავად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს თუ ქალები არიან სამიზნეებით და მოძალადით, ხვალ აუცილებლად გახდება სხვა ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე ძალადობის, იმიტომ რომ ზოგადად ძალადობაა დასაგმობი და მოძალადის ფენომენი არ ცნობს თავის თავში რაღაც კონკრეტულ ნიშანს, მხოლოდ ეს იქნება სქესი თუ სოციალური მდგომარეობა. დღესდღეობით ესეთი პატრიარქალური წყობილება ხელს უწყობს ძალადობას და მოძალადეს იმაში, რომ დაჩაგროს ქალი, რომელიც იმ თავითვე ამ წყობილების მსხვერპლია და ზოგადად ჩვენი თუნდაც კანონმდებლობის, თუნდაც ადამიანების შეხედულებების მსხვერპლია. თუმცა
გენდერული თანასწორობა რო იყოს კონკრეტულ საზოგადოებაში, ძალადობა მიმართული იქნებოდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცების მიმართ. ასე რომ მთლიანობაში ძალადობაა პრობლემა. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ კონკრეტული ქალის დასაცავად, იმისთვის რომ ჩვენვე ვიყოთ უსაფრთხოდ, ვიცხოვროთ უსაფრთხოდ კონკრეტულ საზოგადოებაში. გაბუნანა, აი თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბოლო ხანებში ქალებმა დაიწყეს უკვე საუბარი ამ თემაზე და ალბათ უმთავრესი პრობლემაა ოჯახურ ძალადობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე, როდესაც არის საუბარი, უმთავრესი პრობლემა შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ როგორც წესი, განსაკუთრებით ოჯახში ქალები ერიდებიან ამ ძალადობაზე, ხმის ამოღებას, ასე რომ ვთქვათ. ეშინიათ შეიძლება რაღაც ტრადიციებიდან გამომდინარე. როგორ უნდა ვებრძოლოთ საზოგადოება, როგორ უნდა ებრძოლოს ამას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალმა მეტად გაბედოს და მეტად უფრო ხშირად თქვას, რომ მის მიმართ ძალადობა ხორციელდება. კი ბატონო, ნამდვილად ესეთ სიტუაციაა, ქალები დღეს ხმას ესე თავისუფლად ვერ იღებენ და ამას აქვს ობიექტური წინაპირობები, რაც თქვენ თქვით აბსოლუტურად გეთახვებით. ჩვენ, ანუ ადამიანები მხარს არ ვუჭერთ მსხვერპლ ქალებს დღეს. ჩვენი დუმილით არ ვუჭერთ ხარს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი მოძალადის გამართლებით არ ვუჭერთ ხარს. თუ ჩვენ დავსვათ შეკითხვას მკვლელობის დროს, თქვათ, რა იყო მისი მიზეზი, ეს უკვე ირიბი გამართლება მოძალადის. ანუ ასეთ ნიუანსებში და ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ნათქვამ დისკრიმინაციულ გამონათქვამებში არის მთავარი პრობლემა, რომელიც ასაზრდოებს საზოგადოებას, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ არის ტოლერანტული მსხვერპლის მიმართ, არამედ ტოლერანტულია მოძალადის მიმართ. ეს არის უფრო რთული პრობლემა, ვიდრე თქვათ კონკრეტული кейსი, მაგალითად კონკრეტული მკვლელობის ან ძალადობის და ამას რა თქმა უნდა პირველ რიგში და ამ გარემოს პირველი მტერი არის განათლება, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს დადებითი შედეგები, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსხვერპლს, კონკრეტულ მსხვერპლს დახმარება სჭირდება დღეს. ამიტომ აუცილებელია იყოს ეფექტური რეაგირება ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც თავის მხრივ პრევენციის ხასიათსაც ატარებს და აირიდებს მომავალ ძალადობას თავიდან ან მინიმუმამდე დაიყვანს. ამიტომ აუცილებელია დღეს აქ და ამჟამად განხორციელდეს ძალიან სწრაფი რეაგირება, ეფექტური რეაგირება, მაგრამ ის რომ საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს მისი ხშირ შემთხვევაში მისი სისასტიკე შემიძლია ვთქვა, ესეც აუცილებელია და რაც თავარია ბავშვებს და მომავალ თაობას უნდა მიეწოდოს სწორი ღირებულებები, უნდა პირველ რიგში აუხსნათ ბავშვებს, რომ თანასწორობა არის ადამიანთა, ესე ვთქვათ, პირველ ყოფილური პრინციპი, რომელსაც არ უნდა გადავუხვიოთ. დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის დომინირება მეორეზე, ეს მიზეზი იქნება სქესი თუ სხვა რაიმე ნიშანი. ამაზე უნდა აღზარდოთ, რა თქმა უნდა, და ჩვენ თავადაც უნდა ვისწავლოთ, ეს არა ტოლერანტული და არასოლიდარული განწყობები ჩვენშიც არის, ჩემშიც, თქვენშიც, არის ყველაში, მაგრამ როდესაც ადამიანები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ არ უდგავართ მხარში იმათვისაც დღეს ჩვენგან განსხვავებით ცოტა უფრო მეტად უჭირთ, აი მაშინვე ვიწყებთ ჩვენს თავშივე სტერეოტიპების ნგრევას. სწორედ აი ერთ-ერთი მიზანიც ეს არის ჩვენი, თქვა 25-ის აქციის, რომ საზოგადოებაში დავუშვათ სწორი გზავნილი, რომ ჩვენ ერთად ვართ და არა ცალ-ცალკე და კონკრეტული ადამიანის პრობლემა არის ჩემი პრობლემაც. და ჩემი პრობლემა მინდა რომ იყოს ყველას პრობლემა. სწორედ აი ასეთი ხედვით შევძლებთ ჩვენ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას და მთლიანობაში სამოქალაქო ასე ვთქვათ შეგნების და კულტურის ამაღლებას. სწორედ ასეთი მოქმედებებით იწყება, აქციებით, პროტესტით იწყება, რომელიც ასე ვთქვათ ლიბერალური დემოკრატიის მთავარი მასაზრდოებელია ნებისმიერ ქვეყანაში და ჩვენ გვინდა რომ ეს დაიწყოს საქართველოში ჩვენი დღეს. გალუნანა, მე გთხოვთ არ გათიშოთ ცოტა ხანი ტელეფონი, იმიტომ რომ მეორე ხაზზე ყავს მსმენელი, მე არ ვიცი მის შეკითხვა რა იქნება და შეიძლება თქვენთან იყოს შეკითხვა. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ, ბატონო შავლიკ, ცოტა გვიან შემოგიერთდით, მაგრამ ეხლა ისეთი თემაზეა საკითხი და ისეთი მართლა პრობლემატურია, რომ მე სხვათა შორის გასული საუკუნის პიროვნება ვარ და მართლა ზღაპრულ ცხოვრებაში და ზღაპრულ ქვეყანაში მიცხოვრია, სადაც ურთიერთპატივცემა იყო, უფროსი ვიცოდით, უმცროსი ვიცოდით, არასდროს ჩვენ შეურაცხყოფა არც ოჯახში, არც სკოლაში, არც ინსტიტუტში, არც საზოგადოებრივ
პირობაში და არც სამსახურში არასოდეს არ მიმიღია. მე თავად მე თვითონ გაძლევთ ამის პირობას და გეფერები და სულ სიკეთის და სიყვარულის მეტი არასდროს არც გამიცია და არც მიმიღია. მაგრამ მე ხო თქვენს მსმენელს უსმენ და კი ბატონო, ნამდვილად ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის მართალი ხარ თქვენ, მაგრამ პროტესტები და აქციები და ისე რა შეგვჭირდება ჩვენ ოჯახში ვიზრდებით. ქართულ ოჯახში მანდილი, ქალბატონი, ქალი მანდილს რო ჩააგდებდა, იქ ომი შეწყდებოდა და ეხლა მგონი შუაში რო ჩადგეთ გონია იმ ქალბატონიანად გაილახოთ და იმ ქალბატონიანად იქნეთ შეურაცხყოფილი, მაგრამ ეს უკვე უნდა როგორმე ამოვიღოთ ამ საუკუნე 21 საუკუნეა, მართალია კომპიუტერის საუკუნეა, განახრილი ისეთია, ვიწრინ მივდივართ, კოსმოსში მივდივართ, მაგრამ გასული საუკუნე იყო ძალიან ძვირფასი საუკუნე, ათიმცნება, ნამდვილად ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს ღვთისმიერი ქვეყანაა, ღვთისმშობილი დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენ როგორ გვეკადრება აქციები და ამაზე გამოსვლა და ამაზე ლაპარაკი, ყველა დედამ, ყველა მშობელმა, ყველა ოჯახმა, სკოლამ, ინსტიტუტმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა, აი თქვენი რადიო, ეს საზოგადოებრივი რადიო, არაჩვეულებრივი რადიო გაქვთ. თითოეული ჩვენთაგანი და თითოეული თქვენი მსმენელი მე ძალიან მიყვარს და მოგეფერებთ. სტუმარ მასპინძელს დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. გასაგებია ქალბატონო, დიდი მადლობა. უბრალოდ ძალიან დროს ცოტა შეზღუდული გვაქვს. ქალბატონო ანა, თქვენ ისმენდით ახლა ქალბატონის მოსაზრებას და რა კომენტარს გააკეთებთ? პირველ რიგში რა თქმა უნდა მოხარული ვარ თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ძალადობა მათ არ შეხებიათ. სამწუხაროდ ჩემი მოსაზრებით ეს არის უნიკალური გამონაკლისი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მას ძალადობა არ შეხებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არის აუცილებელი მე ვიყო უშუალოდ გაუპატიურების მსხვერპლი, ან ვიყო წამების მსხვერპლი, თქვა რომ ძალადობენ ქალებზე. თუ მე ვიცი, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაჩაგრულები არიან სქესის გამო, ან მათი სოციალური მდგომარეობის გამო, ცხადია მე არ გავაკეთებ ჩემი თავის დისტანცირებას ამ ადამიანებისგან. მე ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც პრინციპში მთელი საზოგადოება უნდა ვატარებდეს. ქალბატონმა ისაუბრა ოჯახის როლზე და თითოეულ ადამიანზე გადაიტანა პასუხისმგებლობა. პრინციპში სწორედ ამას ვამბობთ ჩვენც. ეხლა განსხვავება ჩვენ შორის არის მეთოდებში, როგორც ჩანს, ხო? მესმის და პატივსცემ ქალბატონის მოსაზრებას, მაგრამ ცუდი არაფერია იმაში, როდესაც ადამიანები სახალხოდ დემონსტრირებენ და სახალხოდ მოუწოდებენ კონკრეტულ ადრესატებს, რომ ხმა ამოვიღოთ. აი სწორედ ამის მეთოდია აქციები, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში და საზოგადოებაში აღქმულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიება. კი ბატონო, მე პირადად უარს ვიტყოდი აქციაზე, თუ იქნებოდა ეფექტური რეაგირება შესაბამისი უწყებების ან საზოგადოება იმდენად ეფექტურად მოახერხებდა საკუთარი თავისუფლებას, რომ საჭირო არ იქნებოდა გამოსვლები, მაგრამ პირიქით ხდება ხოლმე. სამწუხაროდ ხელისუფლება არის იმდენად კარგი, რამდენადაც მომთხოვნია მოქალაქე მასთან მიმართებაში. ასე რომ ეს ჩვენი დემონსტრირება, ჩვენი მოსაზრებების და გამოხატვა ჩვენი აზრების, სწორედ იმას ემსახურება, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ერთით რო იყოს, თუმცა პრობლემა უფრო ფართოა, გრძნობდეს თავს დაცულად. ანუ ჩვენ ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა მეთოდს, რომელიც რა თქმა უნდა არ არის აკრძალული იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი. ასე რომ არჩევანში რა თქმა უნდა თავისუფლები არიან, ვიღაცამ არჩია ოჯახთან მუშაობა, ვიღაცამ არჩია ქუჩაში გამოსვლა და ხმამაღლა დემონსტრირება მისი მოთხოვნების. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში ქალბატონს მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრათ, მისი მოსაზრება ძალადობასთან დაკავშირებით არის ცალსახა. ეს არის აკრძალული. პირიქით ხაზით კი გაუსვა, რომ არ გვეკადრება. კი ბატონო, არ გვეკადრება, არა მარტო ქართველებს კი არა, არავის ზოგად ადამიანს არ ეკადრება დაჩაგროს მეორე ადამიანი, არა მხოლოდ საკანონმდებლო მორალით, არამედ ადამიანური მორალის თვალსაზრისითაც, რომ მთლიანობაში მგონი ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, მე ესე გამოვიტანე. და ქალბატონო ანა, გასაგებია ძირითადი მესეჯი გზავნილი, მაგრამ ხელისუფლების, პარლამენტისა და მთავრობის მიმართ რაიმე კონკრეტული მოთხოვნაც ხომ არ გექნებათ?
მოთხოვნები არსებობს, რა თქმა უნდა და მე როგორც ვიცი უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო პირების მოსაზრებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მიეწოდა მთავრობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ იციან ჩვენი ხედვა ამ პრობლემიდან გამოსავალთან და უბრალოდ გამოსავალი ცოტა ისეთია, როგორც ძალადობის აღმოფხვრა არ მოხდება, ეს საბჭოური ტერმინია. ამ პრობლემის მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებით არის მიმართული ჩვენი რეკომენდაციები. თუმცა სამწუხაროდ მათი მხრიდან პასიურობას მაინც გრძნობთ. არ შეიძლება პასუხისმგებლობა გადაიტანო სამოქალაქო სექტორზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხოება, როგორიც არის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. შენ შეიძლება კარტინულად აქციო არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ არა განხორციელებლად ამ თემაში. თუ ჩვენ იმას გავიხსენებთ, რომ ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსებული იყო სახელმწიფოს ხედვის გასაჯაროება, მაგრამ არ მოხდა. და 25 ნოემბრისთვის არის გადატანილი. პრინციპში მე ეს ინფორმაციას მაძლევს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო არ არის პროაქტიული ამ საკითხში. არადა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას თითოეულ ჩვენთაგანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მინიმუმ, ხო, როგორც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი უზენაესი ღირებულება ადამიანის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი პასიურობა ლეგიტიმაციას უკეთებს ყველა მოძალადეს. რომ განაგრძოს აი ესეთი ძალადობრივი მოქმედებები და არ შეიძლება ყველაზე სწრაფი, ყველაზე ეფექტური დღეს უნდა იყოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები იმისთვის, რომ სადღაც სოფელში მიღებულ ადგილასაც ჩვენი ხმა შეიძლება დღეს არ ესმით, ისინი გზნობდნენ თავს დაცულად. მათ დღეს გულისხმობ სახელმწიფო ორგანოებს, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ადამიანური და თუნდაც ფინანსური რესურსები არსებობს. თავარი არის გააზრება იმისა, რომ ძალადობა ოჯახში არის საზოგადოების პრობლემა, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საგანი და თუ ისინი დღეს ამას არ გააკეთებენ, უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება ამის გამო მათ პასუხს მოსთხოვს აუცილებლად. ასე რომ მთლიანობაში ვერ ვაფასებ დადებითად მათ საქმიანობას, მაგრამ რა თქმა უნდა იმეც არ უკარგავ, რომ ადრე თუ გვიან შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში ეფექტური სისტემური მექანიზმი, რომელიც არა კონკრეტულ მოძალადეზე იქნება ან მსხვერპლზე ორიენტირებული, არამედ სისტემურად უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში. გასაგებია. დიდი მადლობა ქალბატონო ანა, მე მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენ ტელეფონით მოვსმინეთ ქალბატონ ანა აბაშიძეს, ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს და ჩვენ საუბრობდით 25 ნოემბრის აქციაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობის წინ და ასევე 25-ში დაიწყება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 16 დღიანი აქცია და ჩვენ ახლა ტელეფონით ვთავთ ბატონ ნონო ანდღულაძეს, ცნობილ მორაგბეს, რაგბის კავშირის თანამშრომელს. გამარჯობა ბატონ ნონო. გამარჯობა. პრაქტიკულად ეს 16 დღიანი აქცია იწყება და მთავრდება, ასე ვთქვათ, რაგბით, ხაზგასმულია ეს და პრინციპში აი ამ მოძრაობის, ამ აქციის ერთგვარ სახეს წარმოადგენენ ჩვენი რაგბისტები. რას გვეტყოდით ამის თაობაზე? დიდი მადლობა მოსმენისათვის. ჩვენ უკვე სადღაც 4 წელია თანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. არაერთი აქცია გაგვიმართია ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ეხაც როგორც თქვენ აღნიშნეთ 23 ნოემბერს გვაქვს იაპონიასთან თამაში. ეს თამაში აქ საქართველოში არის თამაში ლოკომოტივის სტადიონზე. ეს თამაში მიეძღვნება ზუსტად ამ პრობლემას. ჩვენი მორაგბეები და ხელმძღვანელები ხაზ გაუსმენ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია როგორც მორაგბეებისათვის, ასევე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისათვის, ქალზე ძალადობა, ყავს ყველას შვილები, დები, ცოლები, დედები და ასე შემდეგ და ჩვენ პირველ რიგში ჩვენ თავზე მივიღეთ, რომ თქვა სხვა როვიმე ესეც ვთქვათ მოექცეს ჩვენს საყვარელ ადამიანს, როგორ რეაგირებას მივცემდით და
ახლოს მივიტანეთ გულთან და ამიტომ რომ 4 წელიწადია ჩავერთეთ ამ აქციაში და ყოველწლიურად არაერთ თამაშს უძღვნით და დავდივართ რეგიონებში, ვესაუბრებით ახალგაზრდებს და უყვებით მათ ჩვენს თავზე და ვასწავლით თქვათ რა არის ჩვენთვის მისაღები და რა არის მიუღებელი. ბატონო, როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე ამ ახალგაზრდებს რეგიონებში, როდესაც თქვენ ესაუბრებით ქალთა მიმართ ძალადობის მიუღებლობაზე? ესეც რა ხონდა ჩვენ იქ რო ჩავდივართ პირველი ამ თემით არ ვიწყებთ რაგბის თემით, რადგან მათ ეს უფრო აინტერესებთ თავიდან, რომ ვიღაცა თქვათ ნაკრების ყოფილი მოთამაშე თუ მოქმედი მოთამაშე ჩადიდა მათ რაღაც თემაზე ელაპარაკება. მარტივი ხდება ყველაფერი, როგორც გითხარით უკვე უყვებით ჩვენ თავზე რა არის თქვა წარმატების მიზეზი, რისი გჯერა ჩვენი კოდექსი, თქვა მოქცევის რა არის საგლომერატს როგორ გადაგვაქვს ცხოვრებაში და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ გვერდში ყოფნი, რა ქვია, სუსტი, როგორ უნდა გამოვასწოროთ ერთმანეთის შეცდომები, თქვა ესაც მოედანზე ხდება. ეს როგორ გადადის მე ცხოვრებაში და საკმაოდ კაი გამოხმაურება აქვს ამ ჩვენ პროექტს უკვე ვიყო ნაყოფი ვართ პანკისის ხეობაში ვართ მთელ რეგიონებში ვართ ნაყოფი ასევე წელს ხშირად ვიართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სოფლებში და ამ აქციის ამ სიარულის შემდეგ პანკისის ხეობაში და ოკუპირებულ ტერიტორიების სოფლებში შეიქმნა სარაგბო სკოლები, ბავშვებმა დაიწყეს ვარჯიში და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა იმის შედეგად, რომ ჩვენ ამ იდეით ჩავედით და ეს იდეა არის ამის საწყისი, თქვათ, იგი ამ ბავშვების ჩართულობა რაგბში, მათი რესოციალიზაცია, ასე შემდეგ და ამ იდეის თამადობით, ასე თქვათ, მოხდა ბევრი ბავშვის დასაქმება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონი ნონო ანდღულაძე, მორაგბე რაგბის კავშირის თანამშრომელი იყო ჩვენთან სატელეფონო ხაზზე. დიახ, დავამატებ ნონოს საუბარს კი პანკისის ხეობაში, მართალი ბრძანა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში, აქ ოსანტია იგულისხმებოდა, ანუ სამეგრელოს რეგიონს გულისხმობდა, ასევე გურიაში, აჭარაში, ანუ ძალიან ხშირად კახეთის სხვადასხვა საგარეჯო თელავი ძალიან ხშირად ხვდებიან ხოლმე და მართლა ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, გადაჭედილია ხოლმე დარბაზები და აქ მთავარი ის არის, რომ აი ამ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ბავშვებს, რომლებსაც შეიძლება ალტერნატიული აზრი ასმენიათ, თქვათ, როგორი უნდა გენდერული თანასწორობის შესახებ, ხო? და რაღაცა მიჩნეული არის, რომ კაცი არის უპირატესი, აი ყველაზე მარტივი ისე ვთქვათ, ხო? როდესაც მორაგბე შენთვის ავტორიტეტული ადამიანი გეუბნება განსხვავებულ აზრს, თუნდაც ეს განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ხოლმე. უკვე დაჩეხებოდა ამას კიდევ ანა აბაშიძის საუბარს მინდა თუ შეიძლება რომ ერთი პატარა პასაჟი დავამატო მართალია სოლიდარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლა საზოგადოების სოლიდარულობა და ძალიან ხშირად სხვა შორის ადამიანებმა არ იციან ხოლმე რა ქნან აი ვარ სოლიდარული მაგრამ რა გავაკეთო ხო? რა შემიძლია რომ გავაკეთო? მე ყოველს მოუწოდებ ასე ვთქვათ და მინდა რომ ინფორმაცია გავავრცელო, რომ არის ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცხელი ხაზი 239993, რომელიც არის ანონიმური 24 საათიანი აბსოლუტურად კონფიდენციალური უფასო სერვისი, სადაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ან თუ იციან ესეთი ფაქტების შესახებ. თქვათ სამეზობლოში, სანაცნობოში, სამეგობროში სმენიათ ესეთი ფაქტების შესახებ. დაელოდებიან იმას, რომ ეს შეიძლება დასრულდეს უფრო ფატალური შედეგით, ხო და ჩვენ ამის მაგალითები ვნახეთ. შეუძლიათ რომ თავადაც დარეკონ ამ ცხელ ხაზზე და თქვათ ცხელი ხაზის იურისტ ოპერატორებს აცნობონ ამის შესახებ. ეს არის უფასო, თქვათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ვამბობ ახლა ამას, ეს არის უფასო სერვისი, რომელიც კონსულტაციას უწევს ქალებს თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ, რა უფლებები აქვთ
თქვათ ვის უნდა მიმართონ, რა შემთხვევაში რა დაცვის მექანიზმები აქვს. ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქალებმა ზოგჯერ იმ ქალებმა, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მქონეები, არ იციან ამის შესახებ. ხო, ეს მინდოდა რომ აუცილებლად მე თქვა. ტელეფონის ნომერი თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ გამოვაცხადოთ 23993. და თუ კი ხართ ოჯახში ძალადობის მქონეები, ან იცით ესეთი ფაქტების შესახებ, აუცილებლად იქნებ მიმართოთ აი ამ უფასო სერვისს. და მოდით დაუბრუნდეთ ჩვენ კამპანიას, ჩვენ გავჩერდით 27 ნოემბერზე. კი ბატონო, მოკლედ ამ სიმღერების კრებულზე გავჩერდით 27 ნოემბერს ამ სიმღერების კრებულის პრეზენტაცია რომ გაიმართება და 28 ნოემბერს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება. ქალთა ფონდი აკეთებს უკვე მეორედ ეს კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცემა ერთ-ერთ აქტივისტს საქართველოში, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტ ქალს და 28 ნოემბერს 5 საათზე იქნება ამ პრემიის გადაცემა. შაშენე კაღათკომელაშვილს გადაეცა, წელს ნახევართვის გადაეცემა. და რაც შეეხება ფინალს, კამპანიის ფინალს, როგორც უკვე ბრძანა რატი, კი ნამდვილად იწყება და სრულდება რაგბით ეს 16-დღიანი კამპანია. 10 დეკემბერს ესეც უკვე ტრადიციული, ასე ვთქვათ, ღონისძიება არის. 10 დეკემბერს ამხანაგური მატჩი იქნება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი მორაგბეები გამართავენ ამხანაგურ მატჩს და ეს მატჩიც მიეძღვნება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და კიდევ ერთხელ მოკლედ გამოუცხადებენ და ასევე აშემილი არ აღნიშნო ბატონი მილტონ ჰეიგი, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის პრესკონფერენციებზე აკეთებს ხოლმე ამ განცხადებას, რომ ეს თამაში ეძღვნება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. აი ამით 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება ეს კამპანია. კამპანია, რომელიც დაიწყება 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს და დასრულდება 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს. ძალიან სიმბოლურია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, ნახვამდის. უფლება და თავისუფლება. პროექტი ხორციელდება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დაფინანსებით.